ინტერაქტიული, გასართობი, საგანმანათლებლო. Xbox-ი. მოზარდებისთვის. Xbox-ი. მოგესალმებათ ინტერაქტიული გასართობის საგანმანათლებლო გადაცემა, ანუ Xbox-ი მოზარდებისთვის და ჩვენ მისი წამყვანები გიორგი გვალია და ქრისტინე სამხარაძე საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 104.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio1.g წარმოგიდგენთ თემებს, რომლებიც ჩვენმა თანატოლებმა მოამზადეს თქვენთვის. შეგახსენებთ, რომ ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც განსხვავებული და ახალი გამოცდილების მიღება სურს, თავაზობთ Xbox-ის გუნდს შემოუერთდეს. გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის, შეერჩიეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო თემა, გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდი სიამოვნებით მოგცემთ ამის შესაძლებლობას. დღევანდელ გადაცემაში თქვენ მოისმენთ ან ნახავთ თემებს, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრებმა საგანგებოდ თქვენთვის მოამზადეს. მოგესმენინებთ FM ბლოგერს. ნინი დავითაძე მოგიყვებათ მწერალ ქალზე, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით მე-19 საუკუნის პატრიარქალური საზოგადოების სტერეოტიპების აბუძვლიანად შეარყია. შემოგთავაზებთ ფლეშბექს, რომელშიც მათე გულუასთან ერთად ისტორიის ერთ-ერთ ეპიზოდს გადაავნებთ თვალს. ხმოვან შეტყობინებაში მოისმენთ უფროსი თაობის წარმომადგენლის თინეიჯერობის დროინდელ მოგონებებს. ჰიტპოინტში მოგასმენინებთ სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებსა და მცირე ინფორმაციას მათი შემსრულებლების შესახებ. სანიშნეში ირაკლი მაჩაიძე გიამბობთ ადამიანზე, რომლის შექმნილი პერსონაჟისაც კინოს მოყვარულების არაერთ თაობას უსიტყვოდ ესმის. ახლა კი ვიდრე FM ბლოგერს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ Xbox-ის გუნდის წევრი. ამისთვის უნდა ისტუმროთ გადაცემის Facebook გვერდს Xbox-ი მოზარდებისთვის და გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები ნებისმიერ თემაზე, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო, ან ფიქრობთ, რომ ჩვენს თანატოლებს დაინტერესებს. გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის, შეერჩიეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო თემა, გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდი სიამოვნებით მოგცემთ ამის საშუალებას. FM ბლოგერი 102.4 FM ბლოგერი მე არ ვარ სერიოზული, დინჯი, შვიდი ადამიანი. შეიძლება რომანტიკოსი ან ახირებული გეგონოთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ირონიული ან სასტიკი ვარ, თუმცა მეზიზღება ტყუილი. ხოლო დაქორწინებულის ღირსების მოსაპოვებლად და შინაბერა სტატუსისგან თავის დასაღწევად ვერ გაყვები ღირსა უკაც. როცა დარწმუნებული ვარ, რომ არ შემიძლია მას ბედნიერება მოვუტანო. ამ სიტყვების ავტორი არის ქალი, რომელმაც მე-19 საუკუნეში, მაშინ როცა განათლებულობა ქალისთვის მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის ატრიბუტი იყო, ან ხელსაყრელად გათხოვების ერთ-ერთ წინაპირობად ითვლებოდა, საკუთარი ცხოვრებით და შემოქმედებით თანამედროვეებს დაანახა, რომ ქალის ასპარეზი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე დიასახლისობა და თუნდაც ელიტური სალონების სტუმრების წინაშე საკუთარი ოჯახის ღირსეულად წარმოჩენა. ან იმ ეპოქის ასე თუ ისე განათლებული სხვა ქალების მსგავსად არისტოკრატთა ოჯახების შვილების აღზრდა განათლება ზრუნვა. მოგესალმებით, მე ნინი დავითაძე ვარ და დღეს ინგლისელი მწერლის შარლოტ ბრონტის შესახებ გიამბობთ. შარლოტი 1816 წლის 21 აპრილს იორკშირში დაიბადა, ირლანდიერი ანგლიკანური ეკლესიის მსახურის მრავალშვილიან ოჯახში, რომელიც მოგვიანებით ჰეივოთში გადავიდა საცხოვრებლად და სასაფლაოს მახლობლად პატარა მოკრძალებულ სახლში დასახლდა. დედის გარდაცვალების შემდეგ შვილების აღზრდა განათლებაზე ზრუნვა მამას მოუხდა. მოგვიანებით მან გოგონები, შარლოტი, ემილი, მარია და ელიზაბეტი კოუენბრიჯის სკოლა-პანსიონატში მიაბარა, სადაც სასულიერო პირების შვილები სწავლობდნენ. ახალდაობლებული გოგონებისთვის სკოლაში ცხოვრება მძიმე განსაცდელი აღმოჩნდა. რთულ საყოფაცხოვრებო პირობებს, ცუდ კვებას და სიცივეს სასწავლებლის პირქუში გარემო და მასწავლებლების სისასტიკე კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. თუმცა ვინც ის კოუენბრიჯში ცხოვრებისას მიღებული შთაბეჭდილებები რომ არა მოახერხებდა თუ არა შარლოტი ეჩვენებინა მსგავს სასწავლებლებში გამეფებული სისასტიკე ისეთი სიცხადით, როგორიც მან მოგვიანებით თავისი რომანის გმირის ჯეინ-ერის ლოუუდის სკოლაში ცხოვრება აღწერა. მას შემდეგ, რაც შარლოტის დები მარია და ელიზაბეტი ტუბერკულოზით გარდაიცვალნენ, მამამ შვილები კოუენბრიჯის სასწავლებლიდან გამოიყვანა და კერძო პანსიონში მიაბარა.
პირველი ლექსი შარლოტმა 13 წლის ასაკში დაწერა. ცნობილია, რომ თავის დებთან და ძმასთან ერთად გამოსცემდა ხელნაწერ შინაურ ჟურნალს სახელწოდებით Bramwell's Blackwood's Magazines, რომელიც მათ მიერვე გამოგონილი სამყაროს, შუშის ქალაქის ბინადართა ცხოვრებისა და თავგადასავლების ამბებს აღწერდა. 20 წლის ბრონტიმ საკუთარი ლექსები შესაფასებლად გაუგზავნა იმ დროის ერთ-ერთ ცნობილ პოეტს, რომელსგანაც პასუხად მიიღო მამაშულური დარიგება. მიუხედავად იმისა, რომ ურიგოდ არ წერთ, აჯობებს მწერლის კარიერაზე ოცნებას თავი დაანებოთ და ქალისთვის უფრო შესაფერი საქმიანობას მოჰკიდოთ ხელი, ან ტრადიციული მოვალეობის შესრულებას. ოჯახზე ზრუნვას მიუძღვნათ თავიო. 1846 წელს შარლოტმა საკუთარი სახსრებით გამოსცა პოეტური კრებული, რომელშიც მისი დების, ენისა და ემილის ლექსებით შედიოდა. ქარერ, ელის და ექტონ ბელების ფსევდონიმით გამოქვეყნებულ კრებულს ავტორებისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია. გამოცემის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გაიყიდა. სხვათა შორის, ემილის რომანი ქარიშხლიანი უღელტეხილი, რომელიც მან მოგვიანებით დაწერა, ჯეინ ეირზე არანაკლებ პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი წიგნია. ამ ნაწარმოების მიხედვითაც არაერთი ფილმია გადაღებული. მათ შორის 1992 წლის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს ჟულიეტ ბინოში და რალფ ფაიენსი ასრულებენ. სამწერლო ასპარეზზე განცდილი პირველი წარუმატებლობა შარლოტ ბრონტისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი საზოგადოება ქალის მწერლობას დიდი უნდობლობით უყურებდა, შარლოტს გაჩერება არც უფიქრია და წერას განაგრძობდა. კიდევ ერთი რამ, რითაც თანამედროვე საზოგადოებაში ქალისათვის შესაფერისი საქმიანობის შესახებ დამკვიდრებული წარმოდგენის დარღვევას ცდილობდა, იყო მწერლის სურვილი დაიარსებინა საკუთარი სკოლა, რაც სამწუხაროდ უსახსრობისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა. იმის მიუხედავად, რომ გუვერნანტად მუშაობა და არისტოკრატიული ოჯახების შვილების აღზრდა განათლებაზე ზრუნვა მატერიალური თვალსაზრისით მეტნაკლებად დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას იძლეოდა, შარლოტ ბრონტის ჰქონდა ამბიცია, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო. შესაძლოა სწორედ ამიტომ ისტუმრებდა უარით თაყვანისმცემლებს, რომლებიც ცოლობას თხოვდნენ და მხოლოდ 38 წლის ასაკში იქორწინა. მას შემდეგ, რაც იმ ეპოქის ქალისთვის წარმოუდგენლად შეუფერებელ სფეროში პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგა. ქერერ ბელის ფსევდონიმით ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამომცემლებთან ორი რომანის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სათაურით პროფესორის დაბეჭდვაზე მტკიცე უარის მიღებიდან მალევე უტეხინების ყოფის მქონე ძლიერმა შარლოტმა საწადელს მაინც მიაღწია და გამოსცა მისი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი ჯეინ ეარი, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუტანა და რომელიც ღარიბი და ობოლი გოგონას უბრალოდ ამაღელობელი, მელოდრამატული, მაგრამ ბედნიერ დასასრულიანი ამბავი კი არა, ძლიერი და მიზანდასახული ქალის ცხოვრების ისტორიაა, რომელსაც კი არ გაუმართლა, არამედ მარგარეტ ტეტჩერს რომ დავესესხოთ, ქალის, რომელმაც დაიმსახურა. მე ნინი დავითაძე ვარ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. FM ბლოგერი 102.4 FM ბლოგერი. ეს იყო FM ბლოგერი. აქვე შეგახსენებთ, რომ Xbox-ის გუნდი სათანამშრომლოდ იწვევს ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვინც გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის გამოგვიგზავნის საკუთარ ნამუშევრებს ნებისმიერ თემაზე, რომელიც მისთვის არის საინტერესო, ან ფიქრობს, რომ ჩვენს თანატოლებს დაინტერესებს. ვიდრე Xbox-ის გუნდის წევრების მიერ თქვენთვის მომზადებულ სხვა მასალებსაც შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 102.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.g თქვენ უსმენთ ან უყურებთ ინტერაქტიულ გასართობ საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox მოზარდებისათვის. ჩვენ კი მისი წამყვანები გიორგი გვალია და ქრისტინე სამხარაძე ვართ. Xbox-ი. ახლა Xbox-ში სანიშნის დროა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 102.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.g თქვენ უსმენთ ან უყურებთ ინტერაქტიულ გასართობ საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox მოზარდებისთვის. ჩვენ მისი წამყვანები გიორგი გვალია და ქრისტინე სამხარაძე ვართ. სანიშნაში ირაკლი მაჩაიძე გიამბობთ ადამიანზე, რომლის შექმნილი პერსონაჟისაც კინოს მოყვარულების არაერთ თაობას უსიტყვოდ ესმის. მოვისმინოთ სანიშნას. სანიშნე. კინოს განვითარების ყველა ეტაპზე იყვნენ გენიოსები, რომლებიც მათ ხელთ არსებული ერთი შეხედვით პრიმიტიული საშუალებებითაც კი ახერხებდნენ ხელოვნების შედევრის შექმნას. უპირველესი, ვისთანაც ეს მოსაზრება ასოცირდება, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და მუსიკოსი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინია,
რომლის ფილმებიც მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრიაში შედევრის შესაქმნელად ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ კამერა, რეჟისორი, კარგი მსახიობი და სცენარი, დღემდე რჩება ბევრისთვის განუმეორებელ ფენომენად. მოგესალმებით, მე ირაკლი მაჩაიძე ვარ და მინდა გიამბოთ ადამიანზე, რომელმაც სპეციალისტების აზრით კინოში პირველმა შეძლო გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, თითქოს მუნჯი კინოს ხერხებით ამის გაკეთება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. დავიბადი 1899 წლის 16 აპრილს, საღამოს 8 საათზე, უოლვორდში. დიდი ხანი არ გასულა ჩემი დაბადებიდან, რომ ლემბეთში გადავსახლდით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ღარიბები და გემოვნებით მორთულ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. ჩარლის მშობლები, მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის მსახიობები იყვნენ. თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ჩარლის ერთადერთი პატრონი დედა იყო. თავის სასცენო ნაცვლობას ჩაპლინი ასე იხსენებს: მახსოვს კულისებში ვიდექი, ხმა რომ წაუვიდა დედაჩემს. დარბაზში ხარხარი ატყდა და დედა იძულებული გახდა სცენიდან გასულიყო. პუბლიკა არ ცხრებოდა და დარბაზის დირექტორმა, რომელსაც ადრე ნანახი ჰქონდა პატარა ჩარლის ზოინბაზობა, ხალხის დასაშოშმინებლად ბიჭუნას ხელი წაავლო და სცენაზე ისროლა. ხელადვე დავიწყე მაშინდელი პოპულარული სიმღერა. ჯერ შუამდე არ ვიყავი მისული, რომ დარბაზიდან სცენაზე სიტყვასავით წამოვიდა მონეტები. სიმღერა შევწყვიტე და ხალხს მიმართე. მოდი ჯერ ამ მონეტებს მოვკრებ და მერე გავაგრძელებ სიმღერას მეთქი. ასეთი გახდა ჩემი პირველი და დედაჩემის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა და იგი საავადმყოფოში მოხვდა. ბავშვები კი დროებით თავშესაფარს მიაბარეს. თითქმის 1 წელი დავრჩით თავშესაფარში, ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო წელი. სწავლას შევუდექი და ჩემი გვარის დაწერა ვისწავლე. ჩაპლინი, მოჭედოვებული ვიყავი ამ სიტყვის, თითქოს მართლა მე მგავდა. ჩარლის საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ მონდომება და მიზანდასახულობა დაეხმარა დაბრკოლებების დაძლევაში. თან ისე, რომ ცხოვრების ხალისი, რომელიც მას ასე განსხვავებულს ხდიდა, შეენარჩუნებინა და თავისი მიზნისთვის მიეღწია. ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისთვის, რაც ხაზს უსვამს მის მრავალმხრივ ნიჭს და შრომის მოყვარეობასაც მეტყველებს. მისი ფილმების უცვლელმა გმირმა, პატარა მაწანწალამ, ქვაბქუდით, ხელჯოხით, პატარა ულვაშით და დიდი ფეხსაცმელებით ერთდროულად სასაცილომ და სევდიანმა ჩაპლინის შემოქმედებითი ფანტაზიის წყალობით მაყურებელს დაანახა და განაცდევინა ის, რადგან თავად ჩარლი ასე წერდა. მე ვიცი რა არის შიმშილი, ვიცი რას ნიშნავს უსახლკარობა. ეგ კიდევ რამე გამოცადე დამამცირებელი ტკივილი, მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობუბოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. სინამდვილეში ჩარლი ჩაპლინზე, განსაკუთრებით კი მის პირად ცხოვრებაზე, რომელიც არაერთხელ გამხდარა სკანდალური მითქმა-მოთქმის საგანი, ძალიან ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. შესაძლოა, როგორც ერთ-ერთი კრიტიკოსი წერდა, იგი არ გახლდათ ანგელოზი, მაგრამ მუდამ ცდილობდა ყოფილიყო ადამიანი და ძნელად მოიძებნებოდა ხელოვანი, რომელსაც მილიონობით ადამიანისთვის მოუტანია ამდენი გართობა, სიამოვნება და ნუგეში მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მე ირაკლი მაჩაიძე ვარ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. სანიშნე. ეს იყო სანიშნე ირაკლი მაჩაიძესთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც განსხვავებული და ახალი გამოცდილების მიღება სურს, ვთავაზობთ Xbox-ის გუნდ შემოუერთდეს. გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. შეერჩეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო თემა. გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდის სიამოვნებით მოგცემთ ამის საშუალებას. გამაგრძობთ გადაცემას და შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 102-სა და 4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.gi თქვენ უსმენთ ან უყურებთ ინტერაქტიულ გასართობ საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox მოზარდებისთვის. ჩვენ მისი წამყვანები გიორგი გვალია და ქრისტინე სამხარაძე ვართ. Xbox-ი. მოვიდა დრო ისტორიის ერთ-ერთ ეპიზოდს გადავავლოთ თვალი. მეგზურობას როგორც ყოველთვის მათე გულვა გაგვიწევს. მანამდე შეგახსენებთ, რომ ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც განსხვავებული და ახალი გამოცდილების მიღება სურს, ვთავაზობთ Xbox-ის გუნდ შემოუერთდეს. გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის, შეერჩეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო თემა, გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდის სიამოვნებით მოგცემთ ამის შესაძლებლობას. მოვესმინოთ flashbacks. Flashback. ნაწყვეტები ისტორიიდან. Flashback.
1202 წელს დღევანდელი თურქეთის ქალაქ ერზერუმიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 60 კილომეტრის მოშორებით გაიმართა ბრძოლა, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა რეგიონის იმჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. ისტორიაში კი ბასიანის ბრძოლის სახელით არის შესული. მოგესალმებით, მე მათე გულუა ვარ. თბილისის 22 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ვსწავლობ. ჩვენს ინტელექტუალურ გასართობ საგანმანათლებლო ბოქსში ზოგიერთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შესახებ გიამბობთ. მე-12-13 საუკუნის მიჯნაზე, რომელიც საქართველოს ოქროს ხანად იწოდება და როცა თამარი გიორგი მესამე ბაგრატიონის ერთადერთი მემკვიდრე მეფობდა, რუმის სასულთნოს სულთანი რუქნადინ სულეიმან-შაჰ მეორე დიდი ძალისხმევით ცდილობდა, რომ მამამისის კილიჯ არსლან მეორის დროს დაკარგული მიწები დაებრუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ მას თავიდან საქართველოს სამეფოსთან თითქოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც გამოიხატებოდა საელჩოების გახსნით და წვენების გაცვლა გამოცვლით, მას კარგად ესმოდა, რომ მისი მიზნის მიღწევას აფერხებდა სწორედ გაძლიერებული თან აღმასვლის გზაზე მდამდგარი ქართული სახელმწიფო. და როდესაც 1201 წელს რუქნადინმა დაიკავა ერზერუმი, რომლის მმართველიც საქართველოს მოკავშირე იყო, რუმის სასულთნოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. უფრო მეტიც, როდესაც სიტუაცია გამწვავდა, რუქნადინმა იმდროინდელ საქართველოს დედოფალს თამარს გაუგზავნა ელჩი, რომელმაც სულთნის სახელით საქართველოს ქრისტიანობაზე უარეს თქვა მოსთხოვა. თამარს კი გამაჰმადიანება და თავის ჰარამ ხანაში საპატიო ადგილი ცოლობა შესთავაზა. იმ დროისთვის რუქნადინი თავისი 400,000 კაციანი საუმრად გამზადებული ჯარით უკვე ერზერუმის ჩრდილო აღმოსავლეთით ბასიანის მიდამოებში იყო დაბანაკებული და თამარის პასუხს ელოდა. თამარმა შეკრიბა 80,000 კაციანი ჯარი, რომელსაც მისი ქმარი დავით სოსლანი და ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი სარდლობდნენ. რუმელები შემაღლებულ და დაცულ ადგილზე იდგნენ, ამიტომ ქართველებმა ღამით თავდასხმა გადაწყვიტეს. მარცხენა ფლანგს დავით სოსლანი ჩაუდგა სათავეში. ცენტრს შალვა და ივანე ახალციხელები ზაქარია მხარგრძელთან ერთად მეთაურობდნენ. მარჯვენა ფლანგზე კი დასავლეთ საქართველოსთან მოსული მებრძოლები იყვნენ მობილიზებულნი. ბრძოლა განთიადისას დაიწყო, როდესაც ზაქარია მხარგრძელმა მტრის ცენტრს შეუპია. მთიან რელიეფის გამო ზოგ მეომარს ცხენიდან ჩამოსვლა მოუწია. სულთანის ჯარებმა პირველი რამდენიმე შეტევის მოგერიება მოახერხეს, მაგრამ მარცხნიდან მათ სოსლანის ჯარი დაესხა თავს, მარჯვნიდან კი დასავლეთ საქართველოსთან გამოყვანილი მხედრობა. დაბნეული მაჰმადიანი მოლაშქრეები იმან კიდევ უფრო შეაშინა, რომ ქართველებმა სულთნის ალაფი ჩაიგდეს ხელთ. რუქნადინს ერზერუმისკენ უკან დახევა მოუწია, ქართველებმა ხელთ უამრავი ტყვე და ურიცხვი ნადავლი იგდეს. გამარჯვებულ ლაშქარს თამარი ვარძიაში შეხვედრია. თბილისში კი დიდი ზეიმით აღუნიშნავთ გამარჯვება, რომლის წყალობითაც საქართველოს საკუთარი სამხრეთ საზღვრების სრული უსაფრთხოება უზრუნველყო. ამ გამარჯვების მერე საქართველოს წინსვლა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1210 წელს ქართულმა ჯარმა ირანში ილაშქრა. ქართული გავლენის სამხრეთის მიმართულებით გავრცელება კი დასრულდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ტრაპიზონის სამეფოს შექმნით, რამაც ქვეყანას იმ დროის მცირე აზიის ძლიერი იმპერიის სტატუსი შესძინა. Flashback. ნაწყვეტები ისტორიიდან. Flashback. ეს იყო ფლეშბექი მათე გულუასთან ერთად. ვიდრე ჩვენი გუნდის წევრების მიერ მომზადებულ სხვა მასალებს შემოგთავაზებთ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ეთერმა ჩიტიძეს, რომელიც ცხოვრობს ჭიათურაში და არის 82 წლის და რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, არის ჩვენი გადაცემის ერთგული მსმენელი. ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, აფასებს იმ ფაქტს, რომ გადაცემით არა მხოლოდ ჩვენი თანატოლები, არამედ უფროსი თაობის ადამიანებიც არიან დაინტერესებული და მინდა ამ ქალბატონს უსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ Xbox-ის გუნდის წევრები თვითონ ირჩევენ ჩვენი თანატოლებისთვის საინტერესო თემებს და ყოველთვის თავად ვიამზადებენ მასალებს. თუმცა ერთი გამონაკლისიც არის. ხმოვანი შეტყობინება, რომელსაც უფროსები გვიტოვებენ და გვიყვებიან საკუთარი თინეიჯერობის დროინდელ შთაბეჭდილებებს იმ გარემოზე, რომელშიც ისინი მოზარდობისას ცხოვრობდნენ. ხანუ მეც ვფიქრობ, რომ ზეპირ ისტორიები იმით არის საინტერესო, რომ ვერცეთ სახელმძღვანელოში ვერ ამოვიკითხავთ მსგავს ამბებს. ამიტომ მოდი ახლა ერთად მოვუსმინოთ ხმოვან შეტყობინებას, რომელიც ჩვენი თანატოლებისათვის პროექტის ავტორმა მაია მაცხონაშვილმა დაგვიტოვა. ხმოვანი შეტყობინება. ხმოვანი შეტყობინება. იმ ქვეყანაში, რომელშიც მე ჩემი თაობის ადამიანებთან ერთად ბავშვობა და მოზარდობა გავატარე და რომელსაც ერთმა ლიტერატორმა მხოლოდ დანგრევის შემდეგ გაუბედა ლოზუნგების ქვეყნის დარქმევა, სხვა ბევრთან ერთად იყო ასეთი ლოზუნგიც: ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს.
ახლა ამ ქვეყნიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, ნათლად ჩანს, რომ ლოზუნგს არჩევანის არარსებობის პირობებში ცარიელი და ყალბი პათოსი ჰქონდა. მაშინ მართალია ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა და სახელმწიფო მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა საპირისპიროში დაერწმუნებინა 250 მილიონამდე მოქალაქე. გონით თუ სწორად მახსოვს, ამდენი ადამიანი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში. ზოგი გულის სიღრმეში მაინც გრძნობდა, რომ რაღაც მთლად ისე არ იყო, როგორც გვიმტკიცებდნენ. ალბათ, ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ამიტომაც დაინგრა ლამის ერთი ხელის მოსმით 70 წლის მანძილზე დამკვრელური შრომით ნაშენები ქვეყანა. ქვეყანა, რომელშიც თითქმის ყველაფერი ძალიან იაფიღირდა. ბევრი რამ საერთოდაც უფასო იყო, მაგრამ ღირებულს თითქმის ვერაფერს იყიდდი მაღაზიაში ნაცნობობის გარეშე. საერთოდაც ნაცნობობის გარეშე შეიძლება ითქვას ნაბიჯსაც ვერ გადადგამდი და თუ რამეს იშოვიდი უხარისხოს და უვარდის. ნორმალური ხარისხის პროდუქცია ძალიან ცოტა იყო და ლიმიტირებული პარტიულ სამეურნეო აქტივისტების ოჯახებისათვის. იმ ქვეყანას ძალიან უყვარდა მოქალაქეების, არა მარტო ზრდასრულის, სკოლის მოსწავლეებისაც. გაწევრიანება 1000-ნაირ ორგანიზაციებსა და ერთობებში. მერე ამ ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი წიგნაკების დარიგება. წიგნაკები კი უფასო იყო და შიგ ჯასაკრავი მარკების შეძენაც ნებაყოფლობითი. მაგრამ სკოლის დირექცია ისეთი კატეგორიულობით ითხოვდა ნებაყოფლობითობის გამოვლენას, რომ გინდა არ გინდა ყოველ ჯერზე მატულობდა მარკების რაოდენობა საწევრო წიგნაკებში. მარკები კი წლიდან წლამდე არ იცვლებოდა. ასევე არავინ გეკითხებოდა გინდოდა თუ არა გამხდარიყავი ჯერ ოქტომბრელი. მერე პიონერი, მერე კომკავშირელი. პირადად მე 40 გრადუსის სიცხით წამიყვანეს კომკავშირში მისაღები პროცედურის გასავლელად. გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი. თუმცა რომ გახდებოდი, მერე გამუდმებით გახსენებდნენ, როგორი დიდი პატივია ამ ორგანიზაციის წევრობა. თან დიდი მონდომებით ადევნებდნენ თვალს, რომ საწევროს გადახდა არ დაგვიწყებოდა. ჟურნალ-გაზეთების გამოწერაც ასევე ვითომ ნებაყოფლობითი, მაგრამ სავალდებულო იყო. ყოველ მოსწავლეს ასაკის გათვალისწინებით უნდა გამოეწერა ნორჩი ლენინელი ან ახალგაზრდა კომუნისტი. გარდა ამისა, რუსულენოვანი ანალოგიური გაზეთები პიონერსკაია პრავდა და კომსომოლსკაია პრავდა და საკუთარი წვლილი შეეტანა სკოლის მიერ საბჭოთა პრესის გავრცელებაზე აღებული გეგმის შესრულებაში. სხვათა შორის მაკულატურის ჩაბარების გეგმა ვალდებულებაც ჰქონდა სკოლას აღებული და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იმ გაზეთებს ხშირად წაუკითხავთ ოჯახის მიერ ასევე ნებაყოფლობით გამოწერილ ნაგროვებ კომუნისტთან, პრავდასთან, იზვესტიასთან, სოფლის ცხოვრებასთან ერთად ხეების დაზოგვის ლოზუნგით დარაზმულები ვეზდებოდით სკოლაში, სადაც ხშირად მაკულატურის მთები წლიდან წლამდე ეწყო საწყობში ან სულად ღიაცის ქვეშ. სხვათა შორის სულ თითზე ჩამოსათვლელი ჟურნალი არსებობდა, რომლის გამოწერაც სავალდებულო არ იყო, მაგრამ ძალიანაც რომ გდომებოდა, ვერ მოახერხებდი. მათ შორის საუნჯე და ეგრეთ წოდებული ინასტრანკა, რომლებშიც საზღვარგარეთული ლიტერატურის თარგმანები იბეჭდებოდა. ამერიკაზე და ანგლიაზე ჟურნალები იყო ასეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ გამოცემების ხელში ჩაგდება რიგითი საბჭოთა მოქალაქისთვის ლამის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ტოლფასი იყო. როცა მესმის გამოთქმა ის დრო ჯობდა წარმოსახვაში ვხედავ სასწორს, რომლის ერთ პინაზეც ბავშვობის ნოსტალგია დევს. მეორეზე კი უკვე რომ გიამბეთ, იმის მსგავს მოგონებებს ვაწყობ და ბოლო არ უჩანს. წესით წარმოსახვითი სასწორის პინაზე შემოდებული მარტო ჩემი ბავშვობის ნოსტალგია არ უნდა იყოს ჰაერში გამოკიდებული, რადგან ჩვენ, მე და ჩემი თანატოლები საერთო დროში და საერთო ქვეყანაში ვიყავით მოზარდები. ხმოვანი შეტყობინება. ეს იყო ხმოვანი შეტყობინება. გამაგრძობთ გადაცემას და შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 104.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio1.gr თქვენ უსმენთ ან უყურებთ ინტერაქტიულ გასართობ საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox მოზარდებისთვის. ჩვენ მისი წამყვანები გიორგი გვალია და ქრისტინე სამხარაძე ვართ. შეგახსენებთ, რომ Xbox-ის გუნდი სათანამშრომლოდ იწვევს ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვინც გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის გამოგვიგზავნის საკუთარ ნამუშევრებს ნებისმიერ თემაზე, რომელიც მისთვის არის საინტერესო, ან ფიქრობს, რომ ჩვენს თანატოლებს დააინტერესებს. გაიცანით ჩვენ საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისთვის. შეარჩიეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისთვის საინტერესო ნებისმიერი თემა და Xbox-ის გუნდის სიამოვნებით მოგცემთ განსხვავებული და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. Xbox.
ამასობაში Xbox-ში მუსიკისა და ჰიტპოინტის დრო დადგა, მაგრამ ვიდრე გავიგებთ რა გველოდება მუსიკალურ ბლოგში, შეგახსენებთ, რომ Xbox-ის ვირტუალური ექსპერიმენტული კარაოკე ჩვენს თანატოლებს საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების მოსინჯვას თავაზობს. ამისათვის საჭიროა თუნდაც საშუალო მუსიკალური მონაცემები, ცოტა გამბედაობა და სურვილი თქვენი ნამღერი ფართო აუდიტორიას მოასმენინოთ. შეგვეხმიანეთ ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის და ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ახლა კი მოვუსმინოთ ჰიტპოინტს. Hitpoint. მუსიკალური ბლოგი. Hitpoint. მოგესალმებით, ეს არის ჰიტპოინტი. მე კი მის წამყვანი მარიამ დინიშვილი ვარ. დღეს მინდა გიამბოთ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მომღერლის, ჯენიფერ ლოპესის შესახებ. ჯენიფერ ლინ ლოპესი, ცნობილი როგორც ჯენიფერ ლოპესი, უფრო მარტივად ჯეილო, გახლავთ წარმოშობით ლათინოამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავი და დიზაინერი. მან მოხდა ყველანაირი რეკორდი, რაც სამხრეთ ამერიკელს შეეძლო და დაამსხვრია სტერეოტიპები მის შესახებ, რომ ლათინური ფესვების მქონე ადამიანისთვის ჰოლივუდის კარები დაკეტილია. ფილმებში მონაწილეობის გარდა მას გამოცემული აქვს არაერთი სტუდიური ალბომი. ფლობს საკუთარ ტანსაცმლის ხაზს, სუნამოსა და რესტორნებს. ამასთანავე გახლავთ გულუხუ ქოლმოქმედი და სოლიდარობას უცხადებს LGBT საზოგადოებას. ჯენიფერ ლოპესი დაიბადა 1969 წლის 24 ივლისს ბრონქსში, ნიუ-იორკში. მისი ზედმეტსახელებია ჯეილო, ლა ლოპეს, ლოლა ჯენი from the block. ჯენიფერის მშობლები გუადალუპე როდრიგესი და დევიდ ლოპესი პუერტო-რიკოდან არიან. ყავს უფროსი და ლესლი და უმცროსი და ლინდა, რომელიც ჟურნალისტია. ოჯახი საკმაოდ პატარა ბინაში ცხოვრობდა. ხოლო როცა ჯენიფერი დაიბადა, მათ თავისუფლება მისცეს ორსართულიანი სახლი დაექირავებინათ, რაც მათთვის დიდი ფუფუნება იყო. 5 წლის ასაკში ჯენიფერმა დაიწყო სიმღერის და ცეკვის გაკვეთილებზე სიარული. დებთან ერთად ხშირად მართავდა კონცერტებს ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის. მისი დებიუტი კინოში შედგა 1986 წელს ფილმში ჩემი პატარა გოგონა, სადაც მას ეპიზოდური როლი ჰქონდა. კასტინგზე მივიდა სრულიად შემთხვევით, როდესაც გაიგო, რომ ფილმისთვის გოგონებს ეძებდნენ. სწორედ აქედან გაუჩნდა სრული გამხდარიყო დიდი კინოვარსკვლავი. თუმცა მშობლები ეუბნებოდნენ, რომ მას შანსი არ ჰქონდა. 1997 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი სელენა, სადაც მან ლეგენდარული ლათინო მომღერალი სელენა განასახიერა და ეს იყო პირველი წამყვანი როლი მის კარიერაში. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა ჯანეტ ჯექსონთან. მონაწილეობდა მის მუსიკალურ ვიდეოებში და დაყვებოდა საკონცერტო ტურნეებში. უნდა აღინიშნოს, რომ კარიერის დასაწყისში ჯენიფერის სამსახიობო და მუსიკალურ მონაცემებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და უფრო მეტად აფასებდნენ მის გარეგნობას. რაც მეტყოლებს თუნდაც ის, რომ მომღერალი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა ჟურნალების და გამოცემების ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგებში. ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობობამდე და მომღერლობამდე ის მუშაობდა საადვოკატო ბიუროში და სურდა რომ ადვოკატი გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ მომღერალი უპირატესობაში ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს და არც სვამს და არც ეწევა. 2005 წელს Monster in Law-ში განსახიერებული როლისთვის მას გადაუხადეს $15 მილიონი. ამ ჰონორარით ის გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლათინოამერიკელი ჰოლივუდში. 1996 წელს ფილმ სისხლი და ღვინოს გადასაღებ მოედანზე მან გაიცნო კუბელი მიმტანი ოჯაი ნოა. ერთი წლის თავზე ფილმ სენენის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე სან-ანტონიოში ოჯანი მიკროფონი აიღო ხელში და ყოველს თანაწებით ლოპეს ცხოველობას თხოვა. ისიც რა თქმა უნდა დათანხმდა. თუმცა მათმა ქორწინებამ მხოლოდ 13 თვეს გასტანა. განქორწინების შემდეგ აგორდა სკანდალები ჯეილოს წინააღმდეგ. ყოფილი მეუღლე მას ემუქრებოდა ცოლქმრული თანაცხოვრების ფაქტების შესახებ წიგნის დაწერით. ეს იყო მისი პირველი, მაგრამ არაუკანასკნელი ურთიერთობა. 2011 წელს მან ურთიერთობა გააბა მასზე გაცილებით უმცროს მოცეკვავესთან 24 წლის კასპერ სმარტთან. თუმცა საბოლოოდ მათი ურთიერთობა 2014 წელს დასრულდა. ამჟამად კი ჯენიფერი მარტოხელაა. ჯენიფერ ლოპეს ძალიან დიდი ხანია, რაც ფილმში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა ამ ბოლო დროს გაჩნდა ცნობები მის შესახებ, რომ ის შესაძლოა კინოში დაბრუნდეს. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ჯენიფერ ლოპესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი. I'm still Jenny from the block. Used to have a little, now I have a lot. No matter where I go, I know where I came from. Won't be fooled by the rocks that I got. I'm still Jenny from the block. Used to have a little, now I have a lot. No matter where I go, I know where I came from. Won't be fooled by the rocks that I got. I'm still Jenny from the block. Used to have a little, now I have a lot. No matter where I go, I know where I came from. Won't be fooled by the rocks that I got. I'm still Jenny from the block. Used to have a little, now I have a lot. No matter where I go, I
მეორე მუსიკოსი, რომელსაც დღეს მინდა რომ გიამბოთ, არის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ეშლი ტისტეილი. ის 1985 წლის 2 ივლისს დაიბადა ნიუ-ჯერსიში. დედის მხრივ ეშლი ებრაელია და თავის თავს ებრაელს უწოდებს. მისი ნიჭი ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში აღმოაჩინა ადამიანმა, რომელიც დღეს მისი აგენტია. რამდენიმე სინჯის შემდეგ მან ითამაშა 100-ზე მეტ ნაციონალურ სარეკლამო რგოლში. 12 წლის ასაკში ტისტეილმა იმღერა პრეზიდენტ ბილ კლინტონისთვის თეთრ სახლში. ეშლის მრავალი ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული საკმაოდ ცნობილ სერიალებში. Beverly Hills 9210, მოჯადოებულები, ძლიერი წამალი, ისევ და ისევ და სხვა. მისი პირველი ალბომი Headstrong 2007 წელს გამოვიდა და Billboard-ის Top 200-ში შევიდა მეხუთე ნომრით. ტისტელი შევიდა ჟურნალ People-ის კატეგორიაში ადამიანები 25. ჟურნალ Boris სიაში ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები და ყოველწლიურ იმედმომცემ სიაში Must List პოპულარული ჟურნალის Entertainment Weekly-ის კატეგორიაში მუსიკალური იმედები. სხვათა თანაავტორობით დაწერილი აქვს რამდენიმე სიმღერა. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს Kelly Clarkson's, The Youth, Boys Like Girls, Michael Jackson's My Chemical Romance, Lady Gaga's და Fergie's. მიუხედავად იმისა, რომ ტისტელი მუსიკალურ კარიერაში წარმატებებს აღწევს, მის ცხოვრებაში პირველი ადგილი მაინც კინოს უჭირავს. 2008 წელს ეშლი მონაწილეობა მიიღო სურათში მაგარი მიუზიკი გამოსაშვების საღამო. შემდეგ ითამაშა ფილმში უცხოპლანეტელების ხვენზე. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ მისი ერთ-ერთი სიმღერა X's and O's, რომელსაც ის Vanessa Hudgens-თან ერთად ასრულებს. I had a summer lover down in New Orleans, kept him warm in the winter, left him frozen in the spring. My, how the seasons go by. I get high and I love to get low, so the hearts keep breaking and the heads just roll, you know. That's how the story goes. 1, 2, 3, they're gonna run back to me, 'cause I'm the best baby that they never gotta keep. 1, 2, 3, they're gonna run back to me. They always wanna come, but they never wanna leave. X's and the O's, they haunt me. Like goals, they want me to make them all, they won't let go. My exes and the O's, they haunt me. Like goals, they want me to make them all, they won't let go. X's and O's. 1, 2, 3, they're gonna run back to me, climbing over mountains and sailing overseas. 1, 2, 3, they're gonna run back to me. They always wanna come, but they never wanna leave. My exes and the O's, they haunt me. Like goals, they want me to make them all, they won't let go. My exes and the O's, they haunt me. Like goals, they want me to make them all, they won't let go. X's and O's. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მარიამ დინიშვილი ვარ და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე Hit Point-ში. Xbox. ეს იყო Hit Point-ი. გადაცემა დასრულდა. ვიდრე დაგემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ თუ თქვენს გაგიჩნდათ სურვილი Xbox-ის გუნდის წევრი გახდეთ, გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. შეერჩიეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო ნებისმიერი თემა და გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები. ჩვენი გუნდი კი სიამოვნებით მოგცემთ განსხვავებული და სასარგებლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. ჩვენ გადაცემის წამყვანები გიორგი გვალია და ქრისტინე სამხარაძე Xbox-ის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოუთმენლად ვერდით თქვენს გამოხმაურებას. საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 104-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.gi თქვენ უსმენთ ან უყურებით ინტერაქტიულ გასართობს საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox მოზარდებისათვის. გადაცემაზე მუშაობდნენ პროექტის ავტორი მაია მაცხონაშვილი და ხმის რეჟისორი მიხეილ კოჩაძე. მომავალ შეხვედრამდე. ინტერაქტიული, გასართობი, საგანმანათლებლო Xbox-ი. მოზარდებისთვის. Xbox-ი.